მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, კიდევ ერთხელ YouTube-ელებო. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი გამოწერისთვის, ყურებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. მოგესალმებით აქედან ჩემი არხიდან და დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეხლა აქ მიდევს ორი დასტა, ორ ვარიანტზე მექნება გაშლა. ეს გაშლა იქნება ფსიქოემოციონალური, პირადზე, რა თქმა უნდა, ადამიანზე. თუ რას ფიქრობს, რა მდგომარეობაშია, რა გადაწყვიტა მან. პირველი, მეორე. დავიწყებ პირველი დასტით. დავდებ ესე, რომ თქვენ ნახოთ მაინც. ესეთი დასტაა, მე მგონი ჩანს. ჩანს კი. და ნახოთ, ახლა ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვინც გაინტერესებთ. აისუნთქეთ, ამოისუნთქეთ ხმად და ნახოთ ადამიანი, რა მდგომარეობაშია ის. რა ხდება მასთან. დაფარულზე, რაღაც საიდუმლოზე, დამალულზეა საუბარი. ანუ ამ შემთხვევაში მაჩვენებენ, რომ ეს ადამიანი დაფარულ მდგომარეობაში ან იმალება. ყველაზე ცუდი ვარიანტი. ან არ ჩანს, ან რაღაც საიდუმლოსთან გვაქვს საქმე, მოკლედ ამოვიდა ესეთი კარტი. ნახოთ ეხლა თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი რას გადაწყვეტავს, რას მოიმოქმედებს და თუ საერთოდ ფიქრობს თქვენზე. აი თუ საერთოდ ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. ფიქრობს, ეს ფიქრები არის, როგორც ვნებათა ღელვა, სექსუალური კონტექსტის, ასევე გრძნობათა მორევი, ასევე ის, რომ ცეცხლი ხართ თქვენ და ცეცხლოვანი ქალი ხართ და მისთვის სასურველი ხართ და მის ფიქრებშია და შეიძლება ღამეებიც არ წინავდეს და ეღვიძებოდეს. მაგრამ ყველაზე მეტად ეხლა ვნების მომენტებია აქ თლიანობაში, რასაც მაჩვენებს ინტიმური, სექსუალური ტოლვა. მოგრძნობა რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ეხლა რანაირად მოგინდება ისე, თუ გრძნობა არ გაქვს, ხო? ანუ გრძნობა არის, მაგრამ თლიანობაში მაჩვენებენ აი ესეთ სიტუაციას, სიუჟეტს, ხო? რუნების კარტი ამოვიხე, დავდებ აქ. მაშინ ვნახოთ ეხლა ამ უახლოეს მომავალში ეს ადამიანი თუ აპირებს თქვენთან მოქმედებას, გამოსვლას, კონტაქტზე, ან რამე სიახლე თუ იქნება ამ ადამიანისგან, ვინც ჩაიფიქრეთ თქვენთან მიმართებაში. როგორც კი მოაგვარებს რაღაც პრობლემებს, აჩვენებენ მთლიანობაში გზასაც, შეიძლება სადმე გზაზეა, ან შორგზაზე, ან დადის, საქმიანობს, ძალიან ბევრი აქ თავის თავზე აღებული. აქ ამოდის როგორც თავგადასავლების მოყვარული მხედარი, რომელიც არ იტყოდა უარს თქვენზე და ამოდის ასევე თქვენთან შეხვედრა, ანუ ლამობს თქვენთან შეხვედრაზე. მაშინ ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი მოვლენები, რახან მაჩვენებენ ასეთ რამეს. აი, განვითარება როგორი იქნება თქვენ ახლოს შეხვედრას და ყველაფერს. იქნება ახალი დასაწყისი, ოღონდ პირობებთან დაკავშირებით, ანუ რაღაცა პირობები გექნებათ ან თქვენ, ან მას, ყოველ შემთხვევაში სამართლიანობის კარტი ამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალი იზეიმებს, ბოლოს და ბოლოს აღდგება სამართლიანობა და მაინც რასაც არ უნდა მალავდეს, ჩქმალავდეს, სიმართლე გაირკვევა, ახალი დასაწყისი იქნება, მაგრამ აგებული იქნება, რა თქმა უნდა, უფრო ვნებებზე ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ამოდის სექსუალური კავშირი, უკანონო კავშირი. ეხლა თქვენ, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ და აქ ხართ კიდევ, აი რუნებს უთხოვ თქვენთვის, პირადად თქვენთვის.
რომელი რუნის ენერგია დაგეხმარებათ. ეხლა ნახეთ აქ როგორი მომენტია, რაღაცა გაჩერებული გაქვთ. ამოდის გაჩერების რუნა, რაც იმას ნიშნავს, ან თქვენ ხართ ეხლა გაჩერებული, ან ელოდებით, ან მოლოდინის რეჟიმში ხართ, ან რაღაცა სიტუაციაა, რაც გაჩერებულია. მაგრამ ამოვიდა ამოტრიალებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გეყოფათ გაჩერება, მაშინ როდისღა დაიწყება მოქმედება, ხო? ნახეთ, დიდი ძალისხმევით როიტყვიან შემოძახებით, ძალდატანებით სტაბილურობას მიაღწევთ. ეხლა მე არ ვიცი, ეს საქმეს ეხება, ადამიანს ეხება, საერთოდ მამაკაცური რუნაა ეს. ხო, შეიძლება მამაკაციც იყოს, შეიძლება სიტუაცია იყოს, საქმე იყოს, ბიზნესი იყოს, იმიტომ რომ ეს ყველ ერთ როგორც კარტშია, ასე რუნებშია, ხო, ერთი რუნა ბევრ რამეს ნიშნავს. ამიტომ ეს ენერგია არის მამაკაცის, შეიძლება მამაკაციც არის გაჩერებული, მაგრამ აი ახლა საქმე დაიძრება, რაღაც მოქმედება ყველა ვარიანტში იქნება სტაბილურობისკენ, იმ სიტუაციისკენ, რაც თქვენ გაწყობთ, ხო? სტაბილური ურთიერთობა გაწყობთ თქვენ ამ ადამიანთან. აი ესეთი რჩევა იქნება თქვენთვის რუნებისგან. და რუნა არის კოსმიური ცოდნა, ძალიან ძველი და ძალიან დაფარული თვითონ რუნაც, ყველასთვის არ არის გახსნილი და ყველას ვერ ეხსნება, იმიტომ რომ თვითონ ადამიანი უნდა იყოს ისეთი, რომ რუნა გაეხსნას. ამიტომ რუნების შესწავლა ყველა შეუძლია, მაგრამ რამდენად იმოქმედებენ და რამდენად გაიხსნებიან ადამიანთან, თვითონ რუნა უნდა მოვიდეს შენთან, აი ესეთი მომენტია. ხო და ვინც არ უნდა იყოთ ეხა თქვენ, იცოდეთ, რომ ის გაჩერებული სიტუაცია, რომელიც იყო ამდენი ხანი, აუცილებლად დიდი ძალისხმევით ენერგია მოდის, ისეთი, რომ დაიძრება უკეთესობისკენ, იმიტომ რომ თუ მამაკაცი არ არის, the male, პირდაპირ აჩვენებენ ამ რუნაზე, ხო, მამაკაცია საუბარი, მაშინ იქნება ეს აუცილებლად ან რაღაც საქმე, ან რაღაც ბიზნესი, ან რაღაც სიტუაცია, რასაც ელოდებოდით. ყველა ვარიანტში პოზიტიური გაშლა იყო პირველზე და გადავედით მეორეზე. მეორე დასტა ამოვიღოთ თქვენთან ერთად. აგერ თქვენც უყურებთ ყველაფერი თქვენი თვალთახედვის აგერ არეალშია. ჩაიფიქრეთ ეხლა მეორეებო, მოგესალმებით. თქვენთვის საინტერესო ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ. ნახოთ ეხლა რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი. ჯერ პირველი პოზიციების დაცვაში, ეს ადამიანი ზის, ფიქრობს, არ იცის რა გააკეთოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვიცი, შეიძლება მასეც არ არის დამოკიდებული. აქ ჩანს სახლის კარი, შესასვლელი, რომელიც დახურულია. არც სახლშია შიგნით, არც გარეთ არის. პირდაპირ გაგებით ნუ გავიგებთ. ყველაფერი თვარის ფაზასთან არის დაკავშირებული. აი როგორც მთვარე ხან დაღმავალია და ხან აღმავალი, ესე ეწყობა აი ამ ადამიანის სიტუაცია, მაგრამ ეხლა პოზიციების დაცვა აქვს თვითონ, როგორც ხედავთ, არ არის მაინდა-მაინც გახარებულ მდგომარეობაში, უბრალოდ გამოსავალს ვერ პოულობს და ზის. ნახოთ ეხლა თქვენთან მიმართებაში მეორე პოზიცია, ვინ ჩაიფიქრა, ხო? რას გადაწყვიტავს, რას მოიმოქმედებს, რას ფიქრობს ეს ადამიანი? ჩაიფიქრეთ. როგორც თქვი, თვარის ფაზები მეთქი დამიდასტურა აგერ ციკლურმა კარტმა.
ციკლურობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედის ბორბალი ხან წაღმატრიალებს, ხან უკუღმატრიალებს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უფრო წაღმა დაუტრიალდება, ანუ სწორად დაუტრიალდება, ხო? იმას ნიშნავს, რომ ის სიტუაცია, რასაც ნერვიულობს, შეიძლება ფინანსებს ეხება, შეიძლება ვიღაცა მამაკაცს ეხება, მატერიალურ სიტუაციას ეხება, საქმეებზია საუბარი. ნუ მთლიანობაში ესეა, მაგრამ დაუტრიალდება უკეთესობისკენ, რადგან გამარჯვების კარტი ამოზდის თქვენთან მიმართებაშიც, რატომღაც ფინანსებთან დაკავშირებით თქვენი ურთიერთობა დაკავშირებულია, არ ვიცი რატო, სამყარო გაგაგებინებთ ძალიან მალე ამბავს ან რაღაცნაირად მოგივათ ამბავი ან სოციალური ქსელებით ან სხვა საერთო მეგობრებით, ყოველ შემთხვევაში ამბავი ჩანს სწრაფი. თქვენთან მიმართებაში კარგად არის ეხლა ამ წუთას, ვერ ვიტყვი რომ ცუდი ისა აქ რამე, მაგრამ მაინც ვკითხოთ მოქმედებას რამეს თუ დააპირებს ეს ადამიანი. კი ბატონო, დააპირებს, რადგან თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისი ნახვაც მას ნამდვილად უნდა და ყოველთვის აქვს სურვილი, აძლევთ ძალას და რაც თავარია, არის მომენტები, როცა თვითონ ეხა ასაკი აქ არ ჩანს, არ იკითხება, ხო? მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეხა პატარა არ არის, მაგრამ ბევრ რაღაცაში თქვენ უფრო თქვენი ინტუიციური, აი ესეთი ქალური გამჭრიახობით შეგიძლიათ რჩევა მისცეთ, რასაც ის ითვალისწინებს და პატივს გცემთ ამისთვის, რომ ხართ აი ესეთი გონიერი. ეხლა ვნახოთ როგორ განვითარდება, ხო? იმიტომ რომ მოსვლა ყოველ შემთხვევაში გამოჩენა ჩანს. ძალიან კარგად განვითარდება. პირველივე კარტი ამოდის დადებითი, აქაც რაღაცა გზას მაჩვენებენ, შეიძლება ან გზაზეა, ან და უბრალოდ ცხოვრებისეული გზა აქვს ამ ადამიანს, ეს გასავლელი, რაც ყველას ინდივიდუალურად გვაქვს. ავიღებ ახლა რუნებს და აუცილებლად დავეკითხები მეორე ვარიანტისთვის, აი რუნები, დღეს როგორი ენერგია მოდის თქვენთვის. რომელი რუნა გეხმარებათ დღეს? ეს არის ძალიან კარგი რუნა, რაც იმას ნიშნავს, თვითონ მამაკაცი ამოდის ამ შემთხვევაში. ამ ინდივიდუალური ნატურის, ძალიან ჰუმანური. ასევე, აი იმიტომაც ჩანს პირველივე ნახეთ კარტში როგორ ამოდის. ანუ ინტუიციური, ჰუმანური, ემპათიური არიან, ხო, ესეთი მამაკაცებიც. თვითონ რუნა ამოგივიდათ საჩუქრის, ანუ ბედნიერების, სიხარულის მიღების, მოულოდნელად სურპრიზის, ასევე ანუ აი რაღაცა აი რომ გაიხსნება, სიამოვნებას რო იღებ, რო გიხარია, აი რაღაცა რო გაგიხარდება. და თან ამოდის თვითონ ეს, ანუ შეიძლება მოულოდნელად მოხდეს ეს გახსნა მის გონებაში და იმედია გაიხსნება, ეხლა იხსნება გონებაც, ბევრისთვის და უნათდებათ, ამიტომ possibility, ანუ ის რაც არ შეიძლებოდა რომ ვთქვათ ვერ დაიჯერებდით, შესაძლებლობები მოდის იმისი, რომ შეიძლება რაღაც შესაძლებლობები მთლიანად ზოგადად ვამბობ, ხო, გამოგიჩნდეთ, მაგრამ თქვენ თვითონ მოგივიდეთ საჩუქარი, სურპრიზი, სიამოვნება, სიხარული, ანუ the joy, თან გართობაც, რა თქმა უნდა. ანუ მიიღეთ ამ ცხოვრებიდან სასიამოვნო წუთები. ანუ პირდაპირ რუნა გეუბნებათ, რომ ანუ დატკბით ცხოვრებით, დატკბით. მოკლედ აი ამ ტალღაზე დავამთავრებ ახლა ამ ჩემ გაშლას და თუ მოგეწონათ და თუ რეზონირდა, დამილაიქეთ, მომწერეთ, დამიწერეთ კომენტარი და რა თქმა უნდა, მადლობელი ვიქნები. აბა თქვენ იცით. დროებით.